მოგესალმებით მეგობრებო, წლებმა გაიარა და მინდა ასეთი რამე ვთქვა, რომ ჩემს ცხოვრებაშიც ბევრი რამე შეიცვალა. სხვანაირად დავიწყე ცხოვრების მიმართულება. მე დასაქმებული ვიყავი ყველგან ნაშრომალი ვარ, თბილისში, თელავში, დიასახლისად კონსულტანტად. თითქმის ყველგან ვიმუშავე, ყველა იმაზე რა ქვია საქმეზე ვიყავი დაკავებული, მიმტანიც ვიყავი, დიასახლისიც ვიყავი, მზარეულის დამხმარეც ვიყავი და ასე მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის იყო ეს ძალიან ბედნიერი ხანა. მინდა ვაღიარო, რომ მაშინ სხვანაირად მიდიოდა ჩემი ის ახალგაზრდული წლები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახლა 59 წელში გადავდივარ უკვე და ვერ ვიტყვი რომ პატარა გოგო ვარ და პატარა ადამიანი ვარ, მაგრამ თუმცა ჩემთვის ეს სოციალური ქსელი იმხელა ბედნიერების მომტანიც გახდა, ასევე დიდი ნერვიულობის მომტანიც გახდა, რაც პოპულარული გავხდი და ჩემი პოპულარობა ავიდა მაღლა და მაღლა. კარგად ესმის საზოგადოებასთან მთელი მასშტაბით გავრცელდა უკვე ჩემი ლაივები და ვიდეოები და მაქვს უამრავი შეკვეთები სიმღერებზე და ლაივ ვიდეოებზე და ასევე გარეკლამებაზე მაღაზიებისა. ეს ადვილი არ არის, მინდა ვაღიარო, მინდა გამოვხატო ჩემი საზოგადოებისგან მხარდაჭერასთან დაკავშირებით დიდი მადლობა, ვინც მე მხარს მიჭერთ. კეთიегі დუნაშვის გვერდში მიდგეხართ, მაფასებთ, თუნდაც ერთი სიტყვით, თუნდაც საჩუქრებით, თუნდაც ყველაფრით, რაც თქვენგან მოდის, რომ ჩემში მოიტანოთ ის სიყვარული და სითბო. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ესეც ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო, როდესაც მე გავხდი ბლოგერი, TikTok-ში სტრიმერი. საერთოდ პოპ თამაშებში მე არ ვიყავი მონაწილე და გარკვეული არ ვიყავი, ზოგადად რა ხდებოდა ამ თამაშებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე TikTok-მა ამიყვანა მაღალ საფეხურზე და გავხდი ბლოგერი. მე ვიყავი აპირველში პირველი სტრიმერი ქალი მსოფლიო რეიტინგში აწეული. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა იმდენი ჩამერთა ზოგი ისეთი ადამიანი, რომელმაც ჩემი გამოყენება სცადეს და ცდილობენ, რომ ჩემი რეიტინგი დაბრალდასწიონ, მაგრამ ყოველთვის იმას ვიძახი, უფლის წინაშე უნდა ვიყოთ მართლები. მე უბრალოება მირჩევნია, ვიყო ჯანმრთელი ადამიანი, ვიცხოვრო კეთილსინდისიერად. ჩემს ცხოვრებაში, საერო ცხოვრებაში მე რელიგიური ქალიცა ვარ, ეკლესიაში დავდივარ და ყოველთვის ვაყენებ უფალს წინ. და თუ ყველაფერი რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, რადიკალური ცვლილებები ზუსტად უფალმა მოიტანა. ჩემი ცხოვრება შეცვალა ქრისტეს ცხოვრება. არ გამიმართლდა ოჯახური მიზნით, მაგრამ ბევრი ვიბრძოლე, ყველა ამაზე მეთანხმება, რომ ყოველთვის ცდილობდი ქონოდა ოჯახი, რადგან ოჯახი არის დიდი სიწმინდე და არც იმის მოყარე ქალი ვარ, რომ მემრუშობა და მამაკაცებთან გართობა და დროსტარება და გულაობა მიყვარდეს. არანაირი აი როგორ სულიც არ გამაჩნია. ჩემთვის არის ერთადერთი ჩემი შვილი ლუკა ალადაშვილი, რომელიც წლებია ჩემთან არ არის და მხოლოდ მისი არსებობა მახარებს. ჩემი ოჯახი მახარებს. ერთადერთი რაც შემიძლია ვისაუბრო, ეს არის ჩემთვის ცხოვრების გზა, დარჩენილი წუთისოფელი უფლის წინაშე, ჩემი საქართველოს, ევროპის წინაშე დავხარო ქედი და დიდი მადლობა გადაუხადო, ვინც მე გვერდში მიდგეხართ, მეგობრები, სტრიმერები, მოქალაქეები, ერში-ბერში მოღვაწე ხალხი და მე ბინას მაყიდინებთ. ამაზე დიდი სიხარული ჩემს ცხოვრებაში არაფერი არ იქნება, რადგან ერთადერთი ჩემი მიზანია ჩემი შვილთან ყოფნა და გათენება, მასთან გათენება და დაღამება. მე ეს უნდა მეთქვა თქვენთვის, ძალიან მიყვარხართ. მე ყველა მიყვარხართ, არც ერთი ჰეითერი, არც ერთი ბულერი არ მძურხავთ. თუმცა ბევრ რამეს ვწვდები, რომ ჰეითერი და ბულერებით თქვენ რეიტინგი აიწიეთ და კეთიегі დუნაშვილი ათრიეთ. ამ დროს კეთიегі დუნაშვილს შეურყიეთ ის ნერვებიც და გინდოდათ რომ მოგეკლათ. გულის წამლებამდე მიიყვანეთ ქალი. იქ წამლებამდე ჯანმრთელი ვარ. მადლობა უფალს, რომ მე არ მაქვს არანაირი დარღვევები არც ტვინში,
ფსიქოლოგიური და არც გულთან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკვე დამჭირდა ის ტყვებავები გულის, რადგან მაინც როდესაც შევედი უკვე 40 წელს გადავცილდი, აუცილებელია ჩემი კონტროლი ხოლმე ყოველთვის ჩემ ჯანმრთელობას. ეს გამომდინარეობს თქვენი მხრიდან, ჩემი მხრიდან არ გამომდინარეობს. იქამდე მოახდინეთ ფსიქოლოგიური ზეწოლები, სანამ ჩემი სიცოცხლეს და არ ასრულებდით, სანამ ფსიქოლოგიურად არ შემშავეთ, მაგრამ ხო ხედავთ რომ არ ვიშლები. ხედავთ უფალი რამ ხელა ძალით მიცავს. ღვთისმშობელი როგორ ამფარავს, თავარანგელოზები როგორ მიცავენ და ჩემი ხალხი, ჩემი საქართველო, ჩემი დამცველი თელავის მოქალაქეები, ყველანი, გვერდ თბილისი, გვერდში როგორ მიდგა საზოგადოება. ძალიან მიყვარხართ ხალხო. ერთადერთი ჩემი თხოვნა იქნება, უფალს ვევედნეთ, რომ ჩემ შვილთან გამაღვიძოს ერთი ღამე. ძალიან მიყვარხართ უფალმა დაგლოცოთ.